გვინდა გამოეხმაუროთ ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რეპრესიულ ცვლილებებს ნარკოპოლიტიკაში და მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ გეგმავდა საქართველოში მარიხუანას პლანტაციის გაშენების გზით ფულის გაკეთებას და აი ამ ინიციატივიდან რამდენიმე წელში ჩვენ გვიანონსებენ ახლა ისეთ ცვლილებებს, რომელიც ამ პრობლემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ემსახურება. ამ ცვლილების მიზანი არის მომხმარებლების დემონიზება და ნულოვანი ტოლერანტობის წლებთან შედარებით გაცილებით უფრო დრაკონული და სახიფათო ცვლილებების შემოღება, რომელიც დაკავშირებული არის სავალდებულო შემოწმებების სისხლისამართლებრივი წესით დასჯასთან. საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში ქართული ოცნების დამსახურებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის პრობლემური მოხმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში. ჩვენ ძალიან მაღალი რაოდენობა გვაქვს ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების, ძალიან სერიოზული და მასშტაბური არის ჩვენთან ნარკოპოლიტიკის პრობლემა, რასაც სჭირდება ცხადია თვისობრივად გადააზრება ამ ყველაფრის, სჭირდება დევნიდან მზრუნველობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადასვლა, სჭირდება მეტი ინვესტიცია ამ სფეროში განათლებაში, ზიანის შემცირებაში, იმისათვის რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და ჩვენ ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა გქონდეს და არა რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკა, როგორიც ამ ქვეყანაში არის დღეს და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მე მინდა მივმართო ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ აქ სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ აი ამ შემოწმების შედეგები. ურჩევ დაიწყოს ქართული ოცნების გენერალური მდივნით კახა კალაძით და შემდეგ გააგრძელონ და საზოგადოებას წარუდგინონ და გაასაჯაროვონ თმისღერის ანალიზის შედეგად ნარკოშემოწმება რა შედეგს გამოიღებს. დაიწყონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე ანალიზის გაკეთება და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზნებისთვის რაღაც მორიგი კამპანია, არამედ ისინი ამ პრობლემის სერიოზულად მოგვარებას აპირებენ, მაგრამ ცხადია ეს ასე არ არის. ქართულ ოცნებას ეს უნდა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს რეპრესიები და პირდაპირ იერიში მიიტანოს იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა აი ამ მოღალატეობრივი რეჟიმის ცვლილება და ამას უკვე აკეთებს ნარკოპოლიტიკაში აი ამ დრაკონული სამარცხვინო ცვლილებების გზით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმა, ძლიერ საქართველოს და ლელოს აქვს ეს ხედვა. ჩვენ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს წარუდგინეთ საზოგადოებას 9 პუნქტიანი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ცვლილება და ეს 9 პუნქტიანი გეგმა მოიცავს როგორც უკომპრომისო ბრძოლას ნარკო რეალიზატორებთან და ნარკოტიკების უკონტროლო გავრცელებასთან, ისე სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელებასთან ბრძოლას, ისე ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციას, ზიანის შემცირებაში ინვესტიციებს, განათლებაში ინვესტიციებს, ზედოზირების შემთხვევებთან ძალიან კონკრეტული მკაფიო ნაბიჯებით ბრძოლას, იმისათვის რომ საქართველოში ჩვენ ყოველწლიურად გვყავდეს უფრო და უფრო ნაკლები ნარკომომხმარებელი. ეს უნდა იყოს სწორედ ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტი, რომ ჩვენ არსებულ მომხმარებლებს ვუმკურნალოთ, დავეხმაროთ და ამ ქვეყანას ყოველწლიურად ყავდეს ნაკლები და ნაკლები ნარკომომხმარებელი, რაც პირველ რიგში მოიცავს იმას, რომ უნდა მოხდეს ინვესტიციები სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში, რასაც ყველაფერს პირდაპირ ებრძვის ქართული ოცნება, რომელიც არის როგორც აი ამ დიდი ნარკოტიკული კარტელების და ქსელების მფარველი, ისე აი ამ სამარცხვინო ნარკოპოლიტიკის ინსპირატორი და ინიციატორი ჩვენ ქვეყანაში.